გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მთავარ საფინანსო დოკუმენტს საკრებულო მხარი დღეს დაუჭირა. სესიაზე საფინანსო სამსახურის უფროსმა ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართულებები დეტალურად განიხილა. პირველი ეტაპისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 45 მილიონ ლარს აჭარბებს. დღევანდელ დღეს დამტკიცდა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც შეადგენს 45 მილიონ 600.000. პრიორიტეტებს ისევ და ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური პაკეტები შეადგენს, რომელიც ბიუჯეტის საკმაოდ დიდ წილს შეადგენს, ასევე კულტურული ღონისძიებები ახალგაზრდული. გათვალისწინებული მოთხოვნილი ყველა ის შენიშვნები გათვალისწინებულია ამ ბიუჯეტში და წარდგენილია, ამიტომ იქნა საკრებულოს მიერ მოწონებული და დამტკიცებული. ჩემი აზრით და ალბათ საკრებულოს რადგანაც დაამტკიცეს, მაქსიმალურად არის ჩაშლილი და გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები, როგორც სოციალურ პაკეტებით, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. დღეს საკრებულომ დაამტკიცა 2025 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი მორგებულია მოსახლეობათა საჭიროებაზე. გათვალისწინებულია ყველა მიმართულება ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგიული განვითარების მიხედვით და იმ პრობლემებზეა ორიენტირებული, რაც აწუხებს ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებს. თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში. ამ თემაზე უცხოეთში